კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს ორი მოადგილე წარადგინა. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას კახა კანდელაკი იკავებს, რომელიც საერთაშორისო ღონისძიებების კუთხით იმუშავებს. მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე მანანა ბერიკაშვილია, რომელიც ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. ის კულტურის სამინისტროში სახელოვნებო დარგში განაგრძობს საქმიანობას. კულტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კვირის ბოლომდე კიდევ ერთ მოადგილეს წარადგენს, რომელიც ფინანსურ და იურიდიულ მხარეს მიხედავს. ასევე მომავალში კულტურის მინისტრის მეოთხე მოადგილეც დაინიშნება, რომელიც ძეგლთა დაცვის სფეროში იმუშავებს. მოცულობიდან გამომდინარე საკითხების რაც ებარებოდა მათი სპეციფიკიდან გამომდინარე და ზოგ შემთხვევაში იმ პრობლემატიკიდან გამომდინარე რაც არსებობს, მაინც ჩავთვალე საჭიროდ რომ ხალხმანას გაეგრძელებინა ეს მიმართულება. არ მგონია რომ მე პოლიტიკური შეხედულებების თუ როგორც თქვი კონექტორის მიხედვით უნდა გამეკეთებინა ეს არჩევანი. ხელმისაწვდომი შეუჩერდა ყველას. მე იყო კონსულტაციები ძალიან ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში მოხდა ეს ყველაფერი. მე მაინც გონია რომ ბევრი კარგი საქმეები გავაკეთეთ და ვფიქრობ რომ მომავალშიც ალბათ ეს და აღკვეთილი თანამშრომლები ისეთ გარემოს შევქმნით, რომ ყველასთვის სასიამოვნო იყოს აქ თანამშრომლობა კულტურის სამინისტროსთან და ისეთი კომფორტული გარემო უნდა შევქმნათ, რომ ჩვენც გვიხარდა საქმეში.